გამარჯობათ. დღეს გვექნება ამ ვიდეოში, რომელი მაკი ვიყიდოთ 2025 წელს. ყველაზე რთული არის თუ რომელი ვიყიდოთ, იმიტომ იმდენი ნიუანსია, ეგეთი არ აქვს არცეც, აი. Windows-ზე სიტყვაზე თქვა ყიდულობ i7, i9-ს, იქ რაღაცა ეკრანს არჩევ, რაღაცა, ხო? მაგზე ეგრე არ არის. დღეს Pro და Max-ებზე არ ვილაპარაკებ, M1, M2, M3, M4-ზე ვილაპარაკოთ რა. დავიწყოთ M1. M1-ო გამოვიდა, აი ეგეთი რევოლუცია არ მოუხდენია არასოდეს. მანამდე ქონდა Mac-ებს i7, i9 Intel-ზე იყო და იყო საშინელება. i9 მქონდა ბოლო მოდელი და აი ყველაფერზე ჭედავდა, ეგრევე კულერი ირთვებოდა. რაც გადავიდნენ M1-ზე, ამოისუნთქა და არის ძალიან მაგარი. ეხლა რა განსხვავებაა Pro-ში და Air-ში. იქიდან დავიწყებო, Air-ებს კულერი არ აქვს. ეხლა თუ შენ გინდა უბრალოდ ოფისისთვის, გინდა გაერთო, მაშინ კი ბატონო. თუ სამონტაჟოდ გინდა რაღაცის დასარენდერებლად, აი 10 წუთის შემდეგ უკვე ხურდება და ძალიან ცუდია რენდერზე, აგდებს სიხშირეებს და კვდება. დავიწყებ კიდე იქიდან, 8 ოპერატიულით აღიყიდოთ არასოდეს Apple. ძალიან საშინელება. თუ ეხა უბრალოდ გინდა რომ სკროლო და ფილმს უყურო, მაშინ იყიდე. მაგრამ ძალიან ჭედავს რა. 8 არის კატასტროფა და ეხლა კიდე უშვებს 8 ოპერატიულით რატო ვერ გავიგე. ეგ გავაკვირდო M1 ძალიან მაგარი იყო გამოვიდა და შემდეგში გადავდივართ M2-ს. ვითომ M2 M1 ჯობია, კი ბატონო, პროცესორით გაიზარდა 15% მეტი არა, მაგრამ გვაქვს ისეთი რაღაცა, ამაში თუ არ გავერკვიეთ, შეიძლება ვიყიდოთ ნაგავი. ვიღებთ SSD-ს. M1-ს აქ ანუ ორკანალიანი SSD უყენია, ანუ RAID-ის მაგვარი, ანუ ვთქვათ 1 და 2. აყენია ესე მარტივად ვახსნათ. M2-ში თუ ვყიდულობთ 256-ს, არის 1 SSD და M2 არის M1-ზე ნელი. აი ეგ არის სირცხვილი, როდესაც ეგ ინფორმაცია საიტზე არ წერია. უბრალოდ იმდენად საშინელებაა, რომ სკროლვის დროს მენიუში ჭედავს. ორჯერ თითქმის ნაკლები სიჩქარე აქვს, ვიდრე ძველ M1-ს. ასე რომ თუ ვყიდულობთ M2-ს, მაშინ ყველა ვარიანტში უნდა ვიყიდოთ 512. გადავდივართ M3-ზე. M3-ზე სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ 256-იანი მაინც ნაგავი გვაქვს და 256-იანს არ ვეხებით. ეხლა გეტყვით M3-ის გამოსვლის მუღამს. M3 საერთოდ არ უნდა გამოეშვა Apple-ს, მე თუ მკითხავთ და პირდაპირ უნდა გამოსულიყო M4. M3 როდესაც გამოუშვეს, იჩქარეს, იმიტომ რომ უნდათო პირველი 3 ნანომეტრიანი პროცესორი ყოფილიყო Apple-ის. და გამოშვებული არის სტანდარტით 3N რა, ესე ქვია მაგ სტანდარტს. და რაღაც ტექ პროცესებთან არ ეწყობა. იდეაში 3 ნანომეტრია, მაგრამ რაღაც მომენტში არის 3.5 ნანომეტრი და M2-დან M3 ალბათ 5%-ით განსხვავდება. ისეთი, რომ არ ღირსო სიტყვაზე ვთქვათ M2-დან M3-ზე გადახვიდე და ფული გადაიხადო. ეხლა რაც შეეხება აქაც SSD-ს კიდე ერთი თემა გვაქვს. გავიგეთო 256 არის 1, გავიგეთო 512 2 ცალი აყენია. 1-ს თუ აქვს 1500 სიჩქარე, 512-იანს აქვს 3000 სიჩქარე და არსებობს ტერაბაიტია. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ტერაბაიტი რაში მჭირდება, მაგრამ არ არის ეგრე. ტერაბაიტიანში უკვე 4 კანალიანი აყენია 4 SSD და აქვს 6000 სიჩქარე. ანუ თუ სიტყვაზე ვთქვათ 512 ორჯერ სწრაფია 256-ზე
ტერაბაიტი კიდე ორჯერ სწრაფია 512-ზე. ანუ იმდენი ნიუანსია, ეს ყველაფერი თუ არ გაითვალისწინე, შეიძლება ძალიან ცუდად აარჩიო. ეხლა რაც შეეხება M4-ს. M1-ის შემდეგ ვთვლი, რომ M4-მა მოახდინა რევოლუცია. M4 არის უკვე სტანდარტი 3B, რომელიც უკვე სულფასოვანი 3 ნანომეტრიანი პროცესორია. თუ სხვა მაკები ერთმანეთს ჯობდა ოდნავ, M4 M3-ს ჯობია 30%-ით. ასევე ელემენტით. ასევე ეკრანით რო დავიწყოთ, ეხლა გეტყვით კიდე რა განსხვავებაა. ანუ სიტყვაზე ვთქვათ 1600 ნიტი ხო აქვს, ოდესაც HD კონტენტს უყურებ, მაგრამ ჩვეულებრივ ვიდეოებს უყურებთ უმეტესობა. თუ სიტყვაზე ვთქვათ M3-ზე, აქ 600 ნიტი, აქ 1000 ნიტი. ელემენტი იმას თუ ყოფნის 22 საათი, ამას ყოფნის 24 საათი. პროცესორი 30% ძლიერია. ასევე SSD-ც უკეთესი აყენია, ოპერატიულის გამტარიანობაც 100-ის მაგივრად 120 აქვს და ბევრად მაგარი ლეპტოპი. რა თქმა უნდა, ძვირია, მაგრამ ვიტყვი, რომ M1-ის შემდეგ ესეთი რევოლუცია არ მოუხდენია ჯერ არცეც. ეხლა რო შევადაროთ Air და Pro, რა განსხვავებაა. Air მჩატია და ვისაც ახლა სატარებლად გინდათ, უბრალოდ გასართობად, კაია. განსხვავება არის ის, რომ ჯერ IPS ეკრანი უყენია, Pro-დან განსხვავებით. Pro-ს ეკრანი ბევრად ჯობია. ასევე X60 Hz-ია, აქ 120 Hz-ია და Air-ს არ აქვს კულერები. ჩვეულებრივი მომხმარებელს ახლა მაგის კულერი არაფერში არ ჭირდება, მაგრამ თუ გინდა რომ რამე დაამონტაჟო, დაარენდერო, Air-ი არ გამოგადგება. უნდა იყიდო Pro. უნდა იყიდო Pro 14-იანი არის საოცარი და M4 Pro-ს ოდესაც ყიდულობ. აი ხა ჩემნაირი ადამიანისთვის პატარ-პატარა ვიდეოები ყველაფერი ვარენდერო, შვენივრად ართმევს თავს. რას ვიტყოდით, ჩვეულებრივი დაჟე M4 Pro. ოღონდ M4 ჩიპს ვიძახი, M4 Pro ჩიპს არ ვიძახი. ნებისმიერ i7 და ნებისმიერ i9-ს მონტაჟის დროს, რენდერის დროს ორჯერ მაინც ჯობია. ელემენტზე აღარ ვიძახი, მსგავსი ელემენტი Windows-ზე წარმოუდგენელია, მინიმუმ 3ჯერ ჯობია ნებისმიერი Windows-ის კომპიუტერს და ისე თუ გინდათ რა YouTube-ის რაღაც ვიდეოები ამონტაჟოთ, უნდა იყიდოთ M4. ეხლა კიდე რა ხდება? თუ შენ სერიოზულად გინდა რომ რაღაცები ამონტაჟო, მაშინ არც M4-ს არ ყიდულობ. ამაზე მე ცალკე ვიდეოს ჩავწერ. არის კიდე M4 Pro ჩიპი, M4 Max-ი, M4 Ultra, ან ძალიან დიდი სხვაობაა. სიტყვაზე ვთქვათ, ჩვეულებრივ M4-ს Pro ჯობია ორჯერ, Max-ები არის უკვე საოცრება. არის თუ ჩვეულებრივ M4 არის 10 ბირთვიანი, M3 8 ბირთვიანი, M4 Pro-ები უკვე ადის 12-16 ბირთვზე და Max-ები შეიძლება 96-ზე ავიდეს. ასე რომ შენ თუ გინდა რამე სერიოზულად დაამონტაჟო, მაშინ ყიდულობ ამ Pro-ს ან Max-ს. Max-ი უკვე ძალიან პროფესიონალურია, როდესაც Max-ი შევადარე ჩვეულებრივ i9-ს და პატარა რენდერი გავაკეთე, i9 ბოლო ვიდეო კარტაზე, რაც დაარენდერა, ზუსტად 5ჯერ ჩქარა დაარენდერა Max-მა. ასე რომ Apple-ის ნაირი პროცესორი დღესდღეობით ბაზარზე არ აგვაქვს, თუ შენ გინდა სამონტაჟოდ, მაგაზე მაგარს ვერ იყიდი. ასევე ხმისთვისაც ძალიან მაგარია, საოცარი აუდიო სისტემა აქვს, მაგარი ეკრანი, საოცარი ელემენტი და ვინც აპირებთ ეგრე სამონტაჟოდ ყიდვას, გაიხედეთ ყველა ვარიანტში Apple-ისკენ. ასე რომ მე გირჩევდით, რომ M4 იყიდოთ, თუ M3-ის ყიდვას აპირებ, ცოტა დაამატო და M4-ზე გადახვიდე ჯობია. თუ გინდა რომ M2 იყიდო, კი ბატონო, მშვენიერია,
ოღონდ M2-ს ყიდულობ არა 256 გიგაბაიტით, ყიდულობ 512 გიგაბაიტ და ხარ ბედნიერ. 8 ოპერატიულს ავყიდულობთ, თუ ეს ვიდეო საინტერესო იყო, დაალაიქე, გამოიწერე ჩემი არხი და შემდეგში უკვე გვექნება დიდი განსხვავება, თუ რა განსხვავებაა Pro, Max და Ultra შორის. ეგენი არის ძალიან საინტერესო პროცესორები უკვე, რომელიც ძალიან პროფესიონალურია, ძალიან სამონტაჟოა და მე ხა ჩემთვის ძალიან მინდა რომ Max-ი ვიყიდო, უბრალოდ ძალიან ძვირია. ეხა მაქვს ეს არის Book 2 Pro, ნახეთ რა თხელია, 1 კილოა სულ. ამის პლუსი ნუ ჩემთვის რაც არის, აქ AMOLED ეკრანი და AMOLED-ი დღესდღეობით ბაზარზე ყველას ჯობია. აი 7-12 თაობად 16 ოპერატიული, კაი SSD 6000 სიჩქარით, მაგრამ ნუ მაინც Apple-ისკენ მინდა გავიწიო, იმიტომ სულ Apple მქონდა და ნუ ეს დროებით ვიყიდე და ძალიან კმაყოფილი ვარ, უბრალოდ Apple მჭირდება. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ. დაწერეთ კომენტარებში თუ გინდათ Max-ების, Pro-ების და Ultra-ების განხილვა და შემდეგ ვიდეოში შემოგთავაზებთ. ნახვამდის.